მოგესალმებით ქართული ტევის ეთერიდან. Თქვენ უსურვებთ გადაცემას ცოდნის კიბრი. Ამ გადაცემის ავტორი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათს 22 საათზე. ხოლო განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია მეორე დილით 7 საათზე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ბატონი ვაჟა ბერიძე გვყავს სტუმრად, რისთვისაც უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი. და მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონი ვაჟა ბერიძე გახლავთ სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, რატომ არ აღნიშნოთ, როცა ხართ და ამდენად ძალიან კარგი ადამიანი. აი ესეთი წესიერი ადამიანები ძალიან მინდა რომ მრავლად ყოფილს ქვეყანაში. ბატონო ვაჟა, მოდით დავიწყოთ უკვე ჩვეული კითხვებით. თქვენი ბავშვობა და მადლობაცობა უკვე მივახსენეთ მაყურებელს. რა გაფრთხილებს და ამავე აქვე რით განიხილება ბატონი ვაჟა. მოგესალმებით ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ რომ მომიწვიეთ. ერთხელ გახდით თქვენთან, სასიამოვნო ჩემთვის საუბარი. უღრმესი მადლობა ამისთვის, რადგან ჩვენ საინფორმაციო სივრცეში ნაკლებად არის ისეთი გადაცემები, სადაც საუბარია არსებითზე მთავარზე, შეიძლება ითქვას მეტაფიზიკურზე, რაც ჩვენს რეალობაში უკვე თითქმის ფაქტობრივად იგნორირებულია ყველგან. მარტო ჩვენთან არა, ყველგან იგნორირებულია და კარგია, როდესაც ასე ვთქვათ, ასე შედეგებით რამდენიმე წამით მაინც და ცოტა სხვა რაკურსით შევხედავთ და სხვა დისტანციიდან ჩვენს რეალობას, ჩვენს სინამდვილეს. რა თქმა უნდა, ადამიანის დანიშნულება არის შრომა, სიკეთის კეთება და დახარჯვა ბოლომდე. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც სამწუხაროდ ადამიანმა დღემდე ვერ მოახერხა რომ შეექმნა თავისი არსებობის 2.5 მილიონი წლის განმავლობაში და აი ეს დაუდევრობა, აი ეს ბოროტება, აგრესია უკიდურესად მაღიზიანებს და მაშფოთებს, რადგან მე მიმოჩნევ თავარი პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს თითოეულ ჩვენგანს აქტიური ჩვენგან ისახცე ბიოგრაფიულ ელემენტებზე საუბარი მიმოჩნია ზედმეტად, რადგან ამას არსებითად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ როცა ჩვენს გარშემო უკვე 1000 წლეულები მოდის და მძლავრობს კანიბალიზმი, ანუ ადამიანის მიერ ადამიანის ჭამა, პირდაპირ თქვათ უხეშცილება გამოიყენოთ ამ შემთხვევაში, იქ უკვე სხვა რაღაცა მაღალ მატერიებზე საუბარი ჩემის აზრით. თითქოს ცხველია რა? სამწუხარო რეალობა, რომელიც არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაც აღმატებულ ხარისხში შეხედო საკუთარ ცხოვრებას. მართალია მაქსიმ პრეშკოვმა გორკიმ კითხვა, რომ ადამიანი ჟღერს ამაყად, მაგრამ რაღაცა ნაკლებია იმის საშუალება, ცალკეული არ გამონათებების გარდა, რომელიც ყველა ერის ცხოვრებაში არის. ისი დიდი სურვილი იყო ეს ყოფილიყო. კი ბატონო, არის ეს გამონათებები ცალკეული და მათ ჩვენ ვაღმერთებთ მეთაყვანებით, ვადიდებთ, ვახსენებთ ხშირად, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანის საზოგადოების სამის არაფერი არ ეთყობა. შესაბამისად
ჩვენ ვართ შეშფოთებულები, რადგან აი 1000 წლეულებია ადამიანმა ვერ მოიშალა თავისი მსგავსი ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა გვითხრა ჩვენ, რომ დაანებით თავი ამას არ შეჭამოთ თქვენი მსგავსი ეს ღვინო დალიეთ ჩემი სისხლია და ხორცი, პური და კუთხილი იკმარეთ ეს ჩემი ხორცია და ეს იკმარეთ და ამ დავამთავროთ ჭამა ერთმანეთის ჭამა ფიზიკური და სავარაუდოდ იგულისხმებოდა მის არსებობაში, ცნობიერებაში და მარადისობაში დავამთავროთ ეს ერთმანეთის ფიზიკური და სულიერი ჩაბრა ჭამა ქიშკი უბედურება ათმცნება მოხსა და ასე ვთქვათ გაერიდა ამ წუთს, მაგრამ რეალურად ამ არაფერი არ შეცვლიდა, იმიტომ რომ ადამიანმა თითქოს დაანება თავი ფიზიკურად კანიბალური აქტის ჯადენას კაცი ჭამიობას, მაგრამ სახელმწიფოები შეიქმნა, ინტერესების ჯამი შეიქმნა და უკვე საარსებო საშუალება და ადამიანები განიხილავენ არა სხვა ადამიანის სხეულს, ხორცს, არამედ მათ რესურსს და რესურსებისთვის ბრძოლა, რაც დომინირებს დღევანდელ მსოფლიოში, ხო? ეს იგივე კაცჭამიობა, სხვა არაფერი. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება რაღაცა ძალიან მინდა, რომ ასე იყოს და სხვების მაგალითზე აღწევული ვარ ხოლმე ასეთი ყოფის, როგორ შეიძლება რომ ჩვენ მაგალ მატერიალებზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც მაგალითად მოვიდა ადამიანი პოლიტიკაში დიდ თანამდებობაზე და თითქოს გითხრა რომ ეროვნული ინტერესებია და სახელმწიფოებრიობა თქვენი თავარი საზრუნავი და დაანებეთ თავი ამ რაღაცა მითიურ ინტერპრეტაციას ადამიანის უფლებების და მიყვეთ ასე ცხოვრება და მე გამოცხადა რომ რესურსები უნდა გავაკონტროლო მთელი მსოფლიოს ენერგორესურსები, ნავთობი და გაზიო და აქედან ნავთობი და გაზი არის პური იმპერატრები სადაც არსებობს და ესე იგი ფაქტობრივად კაცჭამიობაა ეგ მეტი არაფერი რომ მე ძლიერი ვარ დიდი ვარ და უნდა შეჭამოთ თქვენ გვეუბნებს ან მე გეტყვით ერთმანეთი დაჭამოთ თუ არა სად იყოს შვილობა სად ომი რა მისაღებია რა მიუღებელი და თითქოს აი ჩვენი ყოფიდან გაქრა ესეთ ძალიან საჭირო შემიძლია ფენომენი როგორიც არის ადამიანის უფლებები თქვა შვიდობა საერთაშორისო სამართალი ჩვენ გავხდით ისევ კაცჭამები და ერთმანეთს დაუპირისპირდით და ეს იმ დროს ხდება აი ცოტა განზოგადებული პასუხი მოგეცნე თქვენ და ეს შეგნებულად გავაკეთე. ბატონო, არ გაგონდებათ მიხეილ ჯავახიშვილის წუხილი? მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენი გარშემო მყოფები ქართველები მხოლოდ ერთმანეთს თქვენ ახლა ზოგადად გზარეთ და მართალია, მაგრამ ის ქართველებზე წუხდნენ ის მხოლოდ ერთმანეთს ჩამთ ჩვენ. გამომწესებია ვართ. ყველა ჭამს. ანუ კაცჭამიობა არის მთავარი დამახასიათებელი გადმონაშთი იმ დიდი სივრციდან საიდანაც მოდის ადამიანი და ჩვენ გვინდა რომ აი ღმერთი მიპოვეთ აღმოვაჩინეთ და მას ვეთაყვანეთ და თითქოს ამას გვიშველა, მაგრამ რეალურად ამ ღმერთის არსებობა, რომელიც არის ერთადერთი და ჭეშმარიტი ჩვენთვის მართლმადიდებლებისათვის უფალი და ძეხვისა და სულიწმინდა სამება, მაგრამ რეალურად სხვა ხალხებსაც სხვა ღმერთები ყავთ და მათთვის ისეთივე წმინდაა, როგორც ჩვენთვის არის უფალი და იესო, მაგრამ უფალი და იესო, უფალი იესო და აქედან გამომდინარე, მაგრამ რეალურად არაფერი სარგებელი ამან არ მოგვიტანა და ჩვენს თვალწინ ძალმომრეობაზე დაფუძნებული რეალობა ჩამოყალიბდა, სადაც ადამიანები იღუპებიან არა მარტო ერთეულები კი არა და
მილიონობით ადამიანი იღუპება იმ კონფლიქტებში, რომელიც გაჩაღებულია ბევრგან. თითქოს გვამშვიდებენ, რომ ეს არის 22 ადამიანი, 50 ადამიანი. მაგრამ ორი იყოს. ერთი იყო. დიახ. მაგრამ რეალურად ეს არის მასშტაბური მოვლენა და ეხლა მე მიჩენს შინაგან პროტესტს, რომ ასე არ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ ერისთვის ვიკრავთ თავს იმისთვის, რომ რაღაცამდე მივიდეთ, სადღაც მივიდეთ. ჩვენ ახლა მიჯნასთან ვდგავართ, რომ ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს ადამიანს. თითოეულ ჩვენ და რა ტემპით შემოვიდა? ეს აჩქარებული პროგრესის დროში ცხოვრობ. თუ მაგალითად 2 მილიონი წლის განმავლობაში, 2.5 მილიონი წლის განმავლობაში ადამიანი ქვის იარაღით არსებობდა და ვითარდებოდა ეს ქვის იარაღი. ეს ძელდებოდა 2 მილიონი წლის განმავლობაში. მე როდესაც შემოვიდა ასე ვთქვათ, ბრინჯაო შემოვიდა, ლითონი ცოტა აჩქარდა დრო და აი რკინის ხანიდან, ძველი ცენტრალიზმის მე-18 საუკუნიდან, მე-10 საუკუნიდან მოდის, რკინის ხანიდან სწრაფად წამოვიდა წინ პროგრესი, ამაში სხვადასხვა დანაშაული ჭალებს ჩვენს მეზღვრის, ჩვენს წინაპარმა ტომებმა, პირველებმა გამოიყენეს რკინა და ძველ ბერძნულში მოხსენებად ხალიფებისგან არის შესული როგორც რკინის ნიშნობის დამადასტურებელი. ჩვენ აჩქარდა დრო და აი უცებ ჩვენს თვალწინ ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ არ მოვეროდით ამას მართალია რომ გითხრათ, ეხლა მომავალზე ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური წარმოდგენები და ფანტასმაგორიის მიყვებით და რაღაცებს ვიყოლებ, მაგრამ ასეთი რამ ვერ წარმოგიდგენა, რომ უცებ ხიფათი და უზარმაზარი სიკეთე ასეთი ტემპით შემოიჭრებოდა ჩვენს ცხოვრებაში და დიდ სიკეთეს მოიტანდა და ამავე დროს დიდ ხიფათს შეუქმნიდა ადამიანს. ბატონო, ამ მოსაზრებამ, ამ ახსნამ, რაც თქვენ ბრძანეთ ახლა, მე მგონია, რომ ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ რუსეთის ყველაზე ჭკვიანი ქალბატონად აღიარებული ჩერნიგოვსკაია ამბობს, რომ დღევანდელი სამყარო მე მაგონებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც ექიმი არ არისო. გესმით და აქვე რახან ამ თემას შეეხო, მე ვიწერე არატყუილად. 3 ადამიანი, რომელსაც უთუოდ უნდა პატივისცეს. ყველა მოაზროვნე, იმიტომ რომ ჩერნიგოვსკაია რუსეთი არ არის ის ქვეყანა, სადაც შეიძლება ვიღაცას წამოკრან ხელი იმისთვის, რომ იცი რა, მინდა და განგადიდებ. ჩერნიგოვსკაია არის უმაღლესი მასშტაბის მეცნიერი. აკადემიკოსი და დოქტორი ფილოლოგიისა და პლუს კიდევ ბიოლოგიის დარგში. მეტი რა ქნას თავმა, ხო? ხო და ამას რომ ამას ათქმევია, ბატონო, ეს არ არის უკვე ისა იცით ყურადღების მიღმა დასატოვებელი. ეს ჩერნიგოვსკაიამ თქვა. ეხლა უყურებთ რა თქვა ბერანჩოვი. რაც უფრო მეტ ცხოვრობ, მეტად ვურწმუნდები იმაში, რომ დედამიწას აქვს როლი შეშლილთა სახლისა. ჯერ კიდევ აქვე აინშტაინმა. მე ვარ გიჟი თუ სხვებიო. აბატონო, ახლა რომელს დამიწუნებთ, ახლა აქ ჩამოთვლითაგან, ეს ჩერნიგოვსკაია, ბერანჩოვი და აინშტაინი. ნუ ეს გესმით თქვენ? მარტო ჩერნიგოვსკაია ჩვენი დროული, ჩვენი თანამედროვე. ეხლა რაცაც თქვენ ისაუბრეთ, არ არის გაგრძელება? რა თქმა უნდა. ეს არის დიდი ტკივილი გამოწვეული იმისაგან. ხო. ბატონო, კითხვა, რომელიც თქვენ გაწუხებთ. და გნებავთ ხმამაღლა დასვაც. და ამ შემთხვევაში ვისთან გნებავთ? ვისგან გნებავთ პასუხი მიიღოთ? თუ კი კითხვას დასვათ, რომელიც თქვენ ამ წუთში ყველაზე მეტად გაინტერესებთ.
არ ვიცი, ასე კონკრეტულად და ასე ცალკე ამაზე არ მიფიქრე, ბევრი კითხვა მაქვს. ბევრი მაქვს კითხვა. და ადრესატებიც ისა ყავთ ბევრი? ადრესატები რომ ყავდეს დაუსვამდი კითხვებს. ადრესატები არ არის. მაგალითად კითხვა მაქვს ასეთი, რომ დაამთავრდა თუ არა ადამიანი როგორც ბიოლოგიური სახეობა. ხელოვნური ინტელექტი არის თუ არა მომასწავლებელი ადამიანის დასასრულის. როგორც ბიოლოგიური სახეობა. ვერ ვთქვი სიტუატორა შემცირებელად. კი ბატონო. აი არის თუ არა ეს ასე დავამთავრეთ ჩვენ ფუნქცია ამოვწყურეთ. დიახ, და მორჩა ჩვენი არსებობა ამ ფორმით. ეხლა თუ კვანტური ფიზიკის პრიზმაში შევხედავთ რამეს, ჩვენ არსებული რეალობა მოგვეჩვენება მხოლოდ ერთ კონკრეტულ გამოვლინებად იმ სამყაროსი, სადაც სამი განზომილება, არც მეოთხე განზომილება, არც მეხუთე განზომილება არ არსებობს. არსებობს სულ სხვა მატერია სხვა ფორმით, რომელმაც ფოტოჟურის ბოლო დროს ძალიან ისეთი ინტენსიურად შემოდის ცნობიერებაში თემა, რომ ადამიანი მთელი თავის არსებობის განმავლობაში შეხარობდა და მიესწრაფოდა უკვდავებას და მაცხოვარმა დაგვამშვიდა შემოვიდა და საფლავთაში ნასი ცოცხლე შემოიტანა, მაგრამ რეალურად ჩვენთვის ჯვარცებსა ჩვენი ცოდნებისთვის რეალურად ამ თეორიის თანახმად და აქ მე ვფიქრობ პარადოქს მეცნიერება არასდროს არ გამორიცხავს ღვთისმსწმენას, ისინი ერთმანეთს ყოველთვის ავსებენ და აინშტაინი თავისთავად ისედაც ხო რა თქმა უნდა და აი ესეთი დამოკიდებულება მეცნიერების და ღმერთის და რწმენით ჭეშმარიტების, რომელსაც საყოველთაო უზენაესი და უკიდეგანო ხო, ამბობს რომ არა ეს უკვდავება ადამიანი როგორც გააჩნდა ის მაშინ უკვდავი იყო, რადგან მისი გარდაცვალება ამ რეალობაში, ამ სინამდვილეში გაქრობას ნიშნავს და ის როგორც სამყარო არის მარადიული და აქამდე ხო ვამბობთ ჩვენ რომ შავხვრელში მიექანება მთელი ეს სინამდვილე და იმ შავხვრელში შთაინთქმება და ქრება. ამ დროს აი ბოლო თეორიები არის მეცნიერების, რომ ეს კი არ ქრება. იქ შავი ხვრელიც იწყება თეთრი ხვრელი, სადაც რაღაც სხვა ფორმით ამოდის ის რეალობა ჩვენთვის ხილული სამყარო, რომელიც იმ შავხვრელში გაუჩინარდა თითქოს და გაქრა. ამიტომ ეს ცხოვრება რომ თავდება, იწყება რაღაც სხვა ფორმით, ჩვენი ფიზიკური არსებობა გრძელდება. სულის უკვდავების ფორმა და იდეა მარადიულია და ის რასაც ჩვენ და ჩვენი რწმენა სულის მარადისობას და უკვდავებას ეძახის, ეს არის აი სიცოცხლის გაგრძელება აბსოლუტურად სხვა ფორმით, სხვა მატერიაში, რომელსაც სხვა განზომილებები, სხვა თვისებები აქვს და ხელშესახები, როგორც ჩვენთან არის მაგალითად აი ეს ძვირფასი ყვავილები, აი ეს ჭიქა, ეს მობილური ტელეფონი, ასეთი რამ არ არის. ამიტომ აი ასე თქოთ ახალი ეს დიდი ბედნიერება ეს რომ ჩვენ ამას მოვესწარით. ეხლა ჩვენ პატარებია ვართ და ბავშვობაში სულ სხვა თვალსაჩინო შემოვიდა ჩვენთვის ხო და მაგ ვერასდროს წარმოვიდგენთ ამას მოვესწრებოთ. და გადასაბედნიერება დიდი რომ ჩვენმა გონებამ გაიაზრა რომ ეს ისეთი შემოსაზღვრული არ ყოფილა რეალობა, რაც ჩვენ გვეგონა დიდი ხნის განმავლობაში და ეხლა აი მოდის ეპოქა რომ ადამიანი რომელმაც როგორც ბევრი ფიქრობს დაამთავრა თავისი ბიოლოგიური არსებობა, რომელიც არის ფაქტически მუტაციის შედეგი პრიმატების
მუტაციის და ქრომოსომების ცვლილების 6:48 და რეალურად ესე იგი ადამიანს უცებ კონკრეტულ მუტანტი ხარო შეურაცხყოფა, მაგრამ რეალურად ადამიანთა საზოგადოება აღმოჩნდა, რომ მუტაციის შედეგია. ეს მუტაციის შედეგი გადავიდა რაღაც რეალობაში, გონებით შეიქმნა ეს რაღაც ასწავლი, ციფრული სამყარო, რომელმაც არსებითად გარდაქმნა და კიდევ უფრო მეტად გარდაქმნის რეალობას და რაღა იქნება ადამიანის დანიშნულება. ჩვენ ბიოლოგიურად ვამთავრებთ არსებობას როგორც სახეობა, მაგრამ ძალიან ამაღელვებელია. ხანდახან შეიძლება გამერო ვკითხულობ ხოლმე, მე რაღაც მეცნიერება გაიგანს, მაგრამ რეალობაა და უნდა თვალე გაუწოროთ, იმიტომ რომ ის ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ვართ. ის კრებსითი რეალობა, რაც გადადის ხელოვნური ინტელექტის უკიდეგანო შესაძლებლობებში და სულ უფრო მეტი და მეტი იქნება მომავალში, ეს შესაძლებლობა ჩვენ შევქმნით, ჩვენი მეშვეობით იმ უზენაესმა კონცენტრირება გაუკეთეთ ცნობიერებას, შეგრძნებებს, აზროვნებას და გადაიტანა იმ სინამდვილეში. და ამით ჩვენ ჯერ ვერ ხვდებით, მაგრამ რეალურად, როდესაც ხელოვნური ინტელექტია, როდესაც კლონირება, რომელიც გაუგებრად და გაურკვევლად გაქრა ჩვენი სინამდვილიდან კლონირების თემა, როცა ასეთი რაღაცები შესაძლებელია, როდესაც ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სავსებით სწორად ვცდილობთ, რომ მისი ცნობიერება გავმართოთ და სწორი მიმართულება მივცეთ და რელიგიის, რწმენის, ღმერთის მეშვეობით, მაინც არ ეტევა ამ საზღვრებში და შემოდის, ასე ვთქვათ, შემდეგი ცნებები, რომ ახლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ყველაფერი რომ შესაძლებელია შეიქმნას და მოახლე რომ შეგვიძლია სახში რობოტი წაიყვანო და ყოველგვარი რაც განაპირობებდა ადამიანის განვითარებას და წინსვლას, ეს ორი ვიტალური შეგრძნება, ხო? ერთი ეს არის კვების მიღების უხეშად რომ ვთქვათ ჭამის და მეორე სექსის, რომელიც ადამიანის არსებობის გაგრძელებასთან იყო დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ ამ ორი ვიტალური მთავარი არსებითის გარეშე შეიძლება ადამიანები გამრავლდნენ, წინ წავიდნენ და საკვების მიღებაც არ გახდეს ჩვეულებრივი პროცესი და ასეთ შემთხვევაში აი რომელიც ჩვენ დავფოფინეთ და სწორად ხო რეალობას როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში ვთქვათ ადამიანს უთხრა თუ ის მოინდომებს და თუ ის არ დაემორჩილება ღვთის განგებას რომ შენ თავი შეიკავე არ შეიძლება დაუშვებელია შეიზღუდე თავი და უკიდეგანო რაც ხელოვნურმა ინტელექტმა მოგიტანა ამაზე უარი თქვი ნუ იქნები ასე გემოთ მოყარე ნუ იქნები სექსის მოყარე როდესაც ადამიანს კონკრეტულ ადამიანს სუნებას მოაყვები როდესაც ადამიანი კონკრეტული ადამიანი როდესაც მას აი ცდილობ დავეხმაროთ და ის ცდილობს დაიხმაროს ღვთისმრწმენა შრომა საპატიო ადამიანის საზოგადოებრივ ჩამოყალიბებული ნორმების მიხედვით ის ხო ეს ყველაფერი კონტროლიდან გამოდის და ჩვენ აღარ შეგვიძლია შევაკავოთ აი ეს ბიოლოგიური სახეობის კრიზისი რომელიც აქვს ადამიანს და ეს ძალიან დამაფიქრებელი იმიტომ რომ აი ხლა შეშფოთებულია მსოფლიო რომ შესაძლებელია თეორიულად ხელოვნური ინტელექტი გამოვიდეს კონტროლიდან ანუ რობოტი კი არსებობს მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ გადაჭარბებულია იმიტომ რომ ადამიანის ტვინის მიერ შექმნილი ის რეალობა უკიდეგანო შესაძლებლობების მაინც ვფიქრობ რომ ადამიანსვე დაიქვემდებარება მაგრამ როგორ შეიძლება ამას დაიქვემდებაროს იმიტომ რომ ადამიანები ბევრი არიან ხელოვნური
ინტელექტი მე რაღაც არ მგონია მონოპოლიზებული იყოს და იმ რაღაც ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული deep state-ის ნებას ემორჩილებოდეს ამ მასონური ლოჯების რომლებიც სავარაუდოა არსებობს რადგან მათ ეს საუბარი დაუშვებელია ხო და რაზეც საუბარი დაუშვებელია ის არსებობს უეჭველი პირველ რიგში და აი ეს ყველაფერი რომელსაც ირევა და ჩვენ ამაზე უნდა მსჯელობდეთ და ამაზე თავარი მსჯელობის ტრიბუნა უნდა იყოს ერთიანებული ერების ორგანიზაცია რომელიც ფაქტობრივად მოკვდა ცოცხალმკვდარია ეს არავის არ აწუხებს საერთაშორისო სამართალი გააჩერა აგერ კაცი მოვიდა და თქვა რომ არა მე ძალა მაქვს მე ყველაფერი უნდა დავიმორჩიოთ იმპერატორი ვარ და რაღაცა და ამ დროს ჩვენ აი აქ ასე ვთქვათ ნაზალადებში ვშევდით ამ ყველაფრის შესახებ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნამ საერთოდ დაკარგა ყოველგვარი ფასი და მნიშვნელობა ამიტომ ხო ბევრი რამე არის ასე ვთქვათ ამაღელვებელი და ბევრი რამე არის განსასჯელი ბევრი კითხვა არსებობს უამრავი დიახ ბატონოჟა სოკრატეს ცნობილი ფრაზა მინდა მოგაყვანო. მე ის მაინც ვიცი რომ არაფერი ვიცი, მაგრამ სხვებმა ესეც არიციან. რეალობას ჩვენ რაც ვიცი ის ბევრია ძალიან. ის არის ნუ არ ვიცი ამას თუ შევხედავთ ჩვენ რაღაც მონადირე და შემგროვებელმა რაიც იყო ადამიანი მინიმუმ მილიონი წელი პირველად ქვარვა იყო და ცხოველს ჩასხოთავში და ამით მოიპოვა საარსებო საშუალება იქედან მოყოლებული იმდენი რამე გავიგეთ ადამიანმა გაიგო რომ არის უზარმაზარია სოდნის მასშტაბი მაგრამ თუ ჩვენ ამას აბსოლუტური გონის ფარგლებში გავიაზრებთ და მოვიაზრებთ აბსოლუტურ გონს ვერასდროს მივწვევით ის უფალია ჩვენი ერთადერთი მაგრამ თუ ჩვენ ამას შევხედავთ აი იმის ქვეშ რაღაც აბსოლუტური გონის მიახლოებით პირობებში ეს ძალიან ცოტა ჩვენ არაფერი არ ვიცით ჩვენ არაფერი არ ვიცით მიკროსამყაროზე ჩვენ არაფერი არ ვიცით სამყაროზე თავისთავად რომელიც აღმოჩნდა რომ ხილული ეს არის ისეთივე ნამცეცი როგორც უჯრედი ანჭველა რომელიც დაბომხავს დედამიწაზე დედამიწასთან მიმართებაში აი დაახლოებით ამ ხელა სამყარო ასეთი მრავალფეროვანია უამრავი ფორმა სიცოცხლის არ ვიტყოდი არსებობის და შესაბამისად სიცოცხლის ფორმებიც ისეთივე მრავალგვარია როგორც ასე ვთქვათ არსებობა თვითონ ჩვენთან დედამიწაზე სიცოცხლე ჩვენ ვიცით მარტო ერთი ფორმა სიცოცხლის ეს არის ცხოველთა სამყარო მცენარეები რომლებიც როგორც ჩანს მაინც რაღაცას გრძნობენ და ზრუნავენ მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს რა არის ერთი ფორმა რაღაცა უზარმაზარ სამყაროში და არის მილიონობით ტრილიონობით ფორმა აზროვნების გონიერების შეგრძნებების და ცნობიერების გამოვლინების და ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს იმიტომ რომ ახლა უბრალოდ რაღაცა აი გამოქვეყნდა ფრინავი ამოცნობი ობიექტების შესახებ შტატებმა გამოაქვეყნა რაღაც მასალა სადაც არის გაუგებარი ობიექტები იქ ახლა კიდე რამდენიმე ინტერნეტში ვნახე საოცარი სურათი მიუჭერთ რაღაცა ორ ფეხზე მოარული ადამიანი ასე ვთქვათ გადის და მარსის ზედაპირში ქრება და რაღაცა ორი რამე არის აქ ერთი ის გახლავთ რომ შესაძლოა რაღაც არის ხილს სახელმწიფოები გავლენიანი და ფარულს რომელიც უეჭველი არსებობს ჭირდებოდეს ამარეულ დროში ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედების მისაღწევად ვთქვათ პანდემიების პროვოცირება თეორიულად ასეთი შანსი არსებობს მე ეს არ მჯერა მაგრამ პრინციპულად მომხრევარი ის რომ
რის მიმართ ეჭვი არსებობს, თუნდაც ერთ ადამიანს კონდეს ეს ეჭვი, იმაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და შეიძლება ეს არის ამის ნაწილი, რომ აი პანდემიები გამოცოცხლდა ხო პანდემიების თემა ბოლო პერიოდში. გიზუნდება პანდემიები. აი ეს კიდევ არის თქვათ აი ეს უცხო პლანეტელების გამოჩენა თემის. რომელიც ადრე სკოლა ზავარი უცხო პლანეტელების გამოჩენა თავისთავად გაბრძანებაა როგორ ხდება ხედავთ რომ ის სავარაუდოდ სხვა პლანეტაზეც არის როგორც ვისაუბრებ უამრავი ფორმა სიცოცხლის და ცნობიერების და გონიერების მაგრამ ჩვენ იმდენად სუსტები ვართ იმდენად საფსოდავები ვართ იმდენად შეზღუდულია ჩვენი ჩაუხედავები ცოდნა არ ყოფნის იმისთვის რომ ეს გავიაზროთ თუმცა ხო ეხლა აქ დედამიწაზე მაინც ამაც იმის ძებნას რომ ვიღაცა დაახლოებით ადამიანს მიმსგავსებული ოვალური თავით დადის და მიდიმოდის ამის იმედი მე არ მაქვს მაგრამ საყვაროში რო არსებობს ეს ცხადია მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ინტერნეტის მიერ საზღვრების გაფართოების უკიდურესობის შემთხვევაში იქ რაღაც სურათი ქვეყნდება იმ სავარაუდოდ ამერიკელების მიერ გასაჯაროებული მასალებიდან აქეთ იდება სურათი რომელიც ხელოვნური ინტელექტის ნაწარმოებია და შექმნილი არის ზეპირად და ხელოვნურად მაგრამ ჩვენ ამას ვერ ხვდებით და ეს ჩვენს გონიერებაზე გონებაზე ზეგავლენას ახდენს და ესეც გარკვეული ძალებმა შეიძლება გამოიყენონ სუდად ეს ადამიანის მოდგმის პობული ძალებია მაგრამ რეალურად რაღაც მედაწყენ მაინც ჯერ კიდევ აი აქამ ძალიან მნიშვნელოვან გარემოში რასაც ქართული ტელევიზია ქვია ჩვენ ამაზე ვიჯეროთ ესე იგი არ უნდა ჩავიქნიოთ ბატონო დღევანდელი სიტუაციიდან მომდინარე ახალგაზრდებს ვუყურებთ თქვენ რომ მოგეცეთ შესაძლებლობა რომელი იდეის გარშემო გაერთიანებდით ახალგაზრდებს ახალგაზრდებს მოდი ერთ რამეს ვიტყვი მე ჩემი პრინციპული პოზიციიდან გამომდინარე რომ ძალიან მეშინია სიტყვისა და ტერმინისა ერთობა საქართველოში სულ მესმოდა ბავშვობიდან გაერთიანების და ერთობის მოდგენ მოწოდებები მაგრამ გარდა გაერთიანებისა ღმერთში და ღმერთთან ყველა სხვა მოწოდება არის გარკვეული ქვეტექსტის და ინტერესის შემცველი რადგან ყველა ავტორი ვინც ერთიანობისკენ მოუწოდებდა ქართულ საზოგადოებას მაგალითად ხო ამაში გულისხმობდა ერთაზრიანობას და ის ერთი აზრი უფლისგან თუ მოდის უკრიტიკოა მაგრამ თუ ის ადამიანისგან მოდის ეს ერთაზრიანობას რატომ უნდა გულისხმობდეს ერთიანობა ამიტომ ვერ მიაღწია დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფალმა ქვეყნის და ერის ერთიანობას ერთაზრიანობას ითხოვდნენ დღესაც ერთაზრიანობას ითხოვენ და ეს ერთი აზრი რა არის არის მე კრიტიკულად ვუყურებ ყველას აზრს ხომ გიჩნდება ადამიანს ლოგიკური კითხვა დამთენება რომ მე ჩემი აზრი მქონდეს ყველა მათგანს რო გაუჩნდება ეს და როგორ შეიძლება ყველას ერთი ჰქონდეს მაგრამ აი იდეა რომ დავუშვათ აი იდეა რომ იყოს აი იცით რა ისა სტალინმა თქვა სტალინის ერთი ქმედება მომეწონა ძალიან ერთი კი არა მრავალი ერთი ვარზე ეკუშნობა ბოშო კაცი დაგიწერს როგორ შეიძლება ის რომელსაც ილიაში აკეთებს დია და ის მინდა ახლა თუ ვიპოვე თუ არ მინდა დავკარგო ამაში როცა ესე იგი სტალინმა იმას ახლა ილია როცა მიიწვიეს ერთ-ერთი ბიბლიოთეკის
გახსნაზე. ნადავლებში. დიახ და გამეტებით ცემეს. გაგონდებათ სტალინმა მაშინ რა თქვა. რა უწოდა? მისი აი ეს არ მინდა არანაირად რომ იმას აქნავს დამეკარგოს, მაგრამ კარგით მაგას ვიპოვე როგორ მაგრამ დაგმო და მე როგორ ყველა იმას იმ მხარეს უწოდა საქართველოს სამშობლოს გამყიდველნო და მე კიდევ გაგონდება გალაქტიონური ლენის ორდენი დაკარგა. ეს ავტომატურად ნიშნავდა რომ გალაქტიონი გაცინდირებული უნდა ყოფილიყო ლენის ორდენს დაკარგა, ხო? გაცინდირებული და რაღაც საშუალებით მიეწოდა სტალინს. გამოიძახა ბერია და უთხრა მოიხსენიებ და გაუგზავნე გალაქტიონს. და ამით გადარჩა დახვეწას. და ეხლა ვიღაც გამოხდება. ბატონო არა, ინტელიგენტ ადამიანად გთვლიან. ჩვენს გარშემო, ხო? ვერ იგუებთ, ხო? არა აღზრდილ ადამიანს. აღუზრდელს ვერ იგუებთ, ხო? შეიძლება დაუშვათ, აი ყველაფერი სრულყოფილი ქონდეს? არა. აი რაც ჩამოთვალე სტალინისგან არ არის ძალიან მოსაწონი ის რაც მე ხოცვად მომაგონდა და უყოფითი ყველაში არც ნელა სრულყოფილი და არც თქვენ ალბათ, ხო? მე ჩემზეც უცებ როგორ ვაკადრებ, ხო? მეც გეტაკეთა. ხო, ნუ ესე იგი არ შეიძლება ესე იმათ განაცხადო რომ მე სრულყოფილი ვარ. არა, ბატონო, არანაირად. ხო და აი ამის ჩამდენი ახლა ხო ფარდობითობის თეორია მინდა განგივარდოთ აინშტაინის მიხედვით. შევავით ხელი გუმილში და ერთი წუთი მოგეჩვენება თელ საათად და საერთოდ უფრო მეტიც. მაგრამ დაჭიქით ლამაზი ქალის გვერდით და ერთი საათი ერთ წამად იქცევ. არ იცი ფარდობითობის თეორია მეტი კი არ ხვდები. მე რადგან არა პოპულარული ენი. ხო, ნუ ახლა შეიძლება ესა. ხო, და იაპონიის პრემიერს კითხეს ბატონო ვაჟა, რომ როგორ მიაღწიეთო ასეთ განვითარებას თქვენ ქვეყანაშიო. და მან უპასუხა, ჩვენო პედაგოგსო დაუნიშნეთო მინისტრის ხელფასი. დიპლომატის ხელშეუხებლობა ვუგოძეთ და იმპერატორთა დიდება. ესმი. ეხლა აქედან ლოგიკური გადასვლა. თქვენ რომ განათლების სამინისტროში მოხდეთ ერთი დღით და გქონდათ სრული უფლება 3 კანონის მიღებისა. რა იქნებოდა ესა? მე პირველ რიგში განათლების ამ სისტემას რაც ახლა დღეს ჩვენ გავაუქმებდი. მე თქვენს გვერდით ვიქნებოდი, მაგრამ ამ განათლების ჩვენ სისტემას მიზანი არ აქვს. ის კადრებს რისთვის ამზადებს და მისთვის ამზადებს. ჯერ თავი დავანებოთ ვის. რისთვის ამზადებს გაუგებარია. რატომ? იმიტომ რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქმნით განათლების სისტემას, რომელიც უნდა დაქვემდებარებოდა იმ პრინციპებს განათლების, რაც ევროკავშირში არის. და აი იმ თარგზე ჭრიდით ამ სისტემას, რათა ვთქვათ თელავის უნივერსიტეტში კურს დამთავრებულ ეკონომისტს ჰქონოდა უფლება
ემუშავა ეკონომისტად ავსტრალიაში ან საფრანგეთში. ხოლო ჩვენთან თავისთავად ყოფილიყო მაღალკვალიფიციური მოთხოვნად სპეციალისტი. ეს რა თქმა უნდა ვერ შევძელით და შეუძლებელიც იყო, მაგრამ ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა ბიზნესად უმაღლესი სკოლა განსაკუთრებით ფაქტობრივად მოიშალა საშუალო ზოგად საგანმანათლებლო რაც იყო ადრე და საჯარო სკოლებში არავის შვილი არ დაყავდა ჩვენი ელიტიდან, არც ფინანსური ელიტა, არც პოლიტიკური ელიტა და ჯერტი მე მაგალითად თანამდებობიდან გავათავისუფლებდი ყველა იმ პიროვნებას, ვისი შვილებიც საჯარო სკოლაში არ დადეს. ეხლა ყველა მართლმადიდებლო პრინციპული და ეროვნულია ჩვენ. თავშად მე არ მეპარება ეჭვი და არც მეპარება. ხოდი დააყენოს ეს საკითხი, ხა ვიძინავ როთყვას, რომ აბა შვილები ვისაც არ აყავთ საჯარო სკოლებში თანამდებობები დატოვეთ. და იქნებოდა ცარიელი, ხო ჩვენი სამოხელეო თანამდებობები. ამიტომ აქ ჯერ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა. ეხლა თითქოს მოტრიალდა ეს ხელისუფლება და თქვენს არა ჩვენ ხო დასავლეთისგან გავიმიჯნეთ. ეხლა კიდე შტატებთან გვაქვს ესეთი ლაციცი და გავიმიჯნეთ თუ იქ და იმ სისტემიდან გამოხვედი და ბოლონიის პროცესს გაიმიჯნე. მაშინ ეს სკოლა დასანგრევია როგორც პირველი საფეხური ბავშვი და ისე შემდეგი საჯარო სკოლა და ისე ასე ვთქვათ ნებისმიერი სხვა სკოლა და სხვა ინსტიტუტი და როდესაც შენ ეკონომიკა არის რა ეკონომიკას აშენებ ადრე ჩვენ საბაზრო ეკონომიკა ევროპული ტიპის როგორც სოციალური დაცვის მაღალი ხარისხი მოგწონდა ჩვენ დასავლურ რეალობაში და სიმდიდრე კეთილდღეობა მოგწონდა. ეხლა ის აღარ მოგწონს. გავემიჯნეთ მას. რუსეთიც არ მოგწონს. ჩინეთი საერთოდ სხვა პლანეტაა, იქ ვერ მიზამთ ვერაფერს. თურქეთში სხვა სისტემაა. ეხლა რო აღარ იცი რა გინდა და რა სპეციალისტი გინდა მოამზადო რის განათლების სისტემას შექმნის შენ. ამიტომ მე პირადად რო დამნიშნოთ განათლების მინისტრად, ეხლა მე ძნელად ვქერა და საკითხი წარმომიდგენია, პირველ რიგში მე დავუყენებდი ულტიმატუმს მმართველ ძალას, რომ წარმოადგინე საქართველოს ეკონომიკის და სოციალური განვითარების მოდელი, რისთვის მოვამზადოთ კადრები. რა გჭირდება და მე ვიმჯეროთ იმაზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭირდება თუ არა, პედაგოგიური ინსტიტუტი თქვათ ჭირდება თუ არა, რომ აი ესე დავაბრუნოთ ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე, თუ აი რა გჭირდება, საით მივდივართ, რა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს ამ სისტემას. ამიტომ ვიდრე ამას არ დავინახავდი, მე არც პირველ, არც მეორე და არც მესამედი თანამდებობს არ გამოვცემდი. გარდა იმისა, რომ გავაჩერებდი ამ სისტემას. იმას დაელოდებოდით გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი მოღვაწე ადამიანი, რომელსაც მე სხვა ჯგუფს ვაღიარებ, იმიტომ რომ გარანტიები მივიღო იმისი რომ არ განაცხადებია. პატივს შემამ ადამიანს ბიზნესის შუქურისმო. ძალიან მაგარი კაცია ბევრს ხარჯავს გულწრფელად უნდა სიკეთე ამ ქვეყნისთვის. ეს მე მჯერა და არის საშინელ დღეში იქეთ ვალდებულებები ამერიკელებთან და იქ თავისი აქტივები აქეთ რუსეთში ნაშოვნი ფული რომელსაც არეზერვა ყველა გვასწავლის. ყველა გვასწავლის და ამ კაცია ეს ყველა მე დაწოლა ამ კაცია და სულ აი მე შევდები ეს კაცი მართალი რო გითხრათ, მაგრამ ამ სიბრალურის იქეთ როდესაც ჩვენ 14 წელი ხელისუფლებაში გადავა კიდევ გინდა 30-მდე
ხო და არიცი მონოლოგები შემოიღეს ხო აი ტელევიზიაში შედან და მონოლოგები აქვს ხალხო თქვენ ისეთი ბრიყვები ხართ რომ ამ ელემენტარულ რაღაცას ვერ გაიგებთ მე გაგაგებინებ და დარჩე იქეთ გადართავ ეს ოპოზიცია ეს და ლიბერალური აბდაუდა რაღაცას გაკივიან მიტინა ასე გაკივიან ორცელეო და მაგრამ ერი გალოგნომანანა აი ერია ისეთი რომ ყოველგვარი განათლების სისტემის გარეშე ბრძენია ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს როგორი დაკრძალვა ჰქონდა რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ახლა საერთოდ სამყაროში ეგეთი რატომ აი კითხვა არ გასვა რომ რა მოხდა ახლა აი ამბობენ რომ ბიზნეს გაუკვირდა ძალიან ეგაურის გაუკვირდა მე რაი ფენომენი ეს გამოხდა იმიტომ რომ ქართველები არიან ჩემზე უკეთესი ქართველები მაგრამ არ იცნობენ ქართულ ბუნებას ამ ჩვენს უწმინდეს ორი უმცირესი ცოდვა დააბრალეს ხო ისეთი რომ ქართველობისთვის კოშმარია ამის მიუხედავად 2 მილიონი კაცი გამოვიდა ქუჩაში რომ პატივი მიიღო მისი გარდაცვალებისთვის და დღემდე კითხავს ვამენ რომ რა მოხდა და ეს იყო ქართველი ერის საპროტესტო აქცია და ადამიანთანხმებით რომ ზეიმიც უწოდოთ სულიერი ზეიმო მაგრამ ეს პროტესტი და ზეიმი ერთთანხმებით ეს გულისხმობს რომ თქვენ მგონიათ რომ ჩვენ გირჩევთ თუ არ გირჩევთ ხელისუფლებაში თქვენ ხართ იმიტომ რომ ხართ მოხერხებულები საკორები გვაბონებთ არა ეს ჩვენი ნება ჩვენ ჭირდებით ჩვენ ერთ ეტაპზე ჭირდება შემარგმაზე მეორეზე სააკაშვილი მესამეზე ბიძინა მაგრამ თუ ქუჩაში გამოვედით ჩვენ 2 მილიონი ვიქნებით და წავლეკავთ და ეს არის გაფრთხილება ბიძინას მიმართ ამ ბედყრული ოპოზიციის მიმართ შევარდანაძის მიმართ და ნებისმიერ სხვა მიმდევრების იმიტომ რომ ქართველი ერი არის ყველაზე ბრძენი ძველი და გონიერი ნაცია და ამას რაღაცა ისეთი ხოტვა ამჩვევია მე არ ჩემი ერის მაჩვენებს ეს არის საოცარი და ამას უნდა კარგად დანახვა და არა ის რომ რატო დანახვა დაფიქრება გაანალიზება შეერობა აი ეს უნდა ამას ყველაფერს და როცა შენ დააჯერები და შენს თანამეინახებ შემოის ხამ გარშემო ახლა იგივე ახლა საოცარი ფანტასმაგორია ხედავ ჩვენ ხშირად დებატები ეს არის შერჩეული დებატები სადაც ის მე ვყურებ ჩემ სპეციალობას ხოდა თუმცა შემოისხამთ გვერდზე და როდესაც აი მაგონდება სულ 1001 ღამის გენიალური ზღაპრები როდესაც ეს მართალი შახერაზადას აძლევს სიტყვას და მე რომ წამოვა ალიონი უნდა გაჩერდეს და ნებადართული და შეწყვიტა შახერაზადმა ნებადართული სიტყვები არის მუზეუმში აი ესე არის ეს ბედყურები და აქმევენ ამას დებატებს და ასეთი ვიდრე იქნება რაც უნდა ძველი იყოს ეს ერი მას გაქრობის საფრთხე ემუქრება მით უმეტეს როდესაც ხელოვნური ინტელექტი ისედაც ანულებს ყველაფერს ძალიან მიყვარს ჯერმალ ქარჩხალს და დღეისთვის მინდა რომ ეს ფრაზა აქ განუგვახილა ამ ქვეყნად ყვანს ისე არ დერმიან როგორც მართავს მეორე აქციდან ნათქვამი სადღაც იყო და თხოვნას რო არ დასულიყო რაც შეკრება იყო ეს სახლში ჩემი მარტოობა დებაო და ცოდვა მარტოობა ესე რამოდენა სულიერება უნდა გადაჭდეს კაცს რომ აი ეს თქო რომ მარტოობა მეცოდება მარტოობა ისე და წავალ შემოწდები როცა თვითონაც არის მარტოობაც არ არის მარტო
მაგრამ ხვდებით ეს ძალიან ღრმა პიროვნება იყო. იხულობდი ძალიან დიდი ინტერესი სამწუხაროდ ბოლო დროს საერთოდ არ ვიტყუო. მაინც იცით რომ ვინ გაცადათ მაგის ფაქტი ისეთი ამბები ხდება რომ საერთოდ საშუალებებისთვის ომია და კლასად დროს კითხვა დიდი ფუფუნებაა. გეთანხმებით, ბარნოჟა ძალიან წდება გული. ძალიან წდება. კიდევ შევხვდებით. თუ მომიწევია მომი. ასაკობრივია. ასაკობრივია. უგუნისი მადლობა ამ სოვალისთვის. მე გემშვიდობებით. შემდეგი 4 შაბათის 22 საათამდე და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. კარგად.